დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც ვახსენეთ რეკლამამდე ჩვენ რაც დათო სამიაშვილის რუბრიკაში ბოლო ნაწილში ვსაუბრეთ ბუნებაზე და თუ როგორ დაკავშირებულია ერთმანეთთან ყველაფერი ბუნებაში და საკმაოდ ლოგიკური გადასვლა გვაქვს გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენი ახალი რუბრიკით უკვე ბუნებაში თამარ ჯაყელთან ერთად რომელიც არის წვანი აქტივისტი და ლუნდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ეკოლოგიის მაგისტრი ვისაც გადაცემა არ უნახავს მოგესალმებით თამარ დღეს ვსაუბრობთ ჩემი აზრით სამწუხარო ძალიან აქტუალურ თემაზე მოგეხსენებათ გასულ კვირას ბაღდადის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედია მანამდე შოვის ტრაგედიაც გვახსოვს თბილისში დატრიალებული იყო მეწყერთან დაკავშირებული ტრაგედია ხო უღვარცოფი იყო და წყალმოვარდნა მოკლედ ძალიან ბევრი ცვლილება მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში და საქართველოს მაღალმთიანი ქვეყანა არის ბევრი მეწყერსაშიში ზონა არის და ჩვენ გვიხსენებია კიდევაც აქამდე რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ეს მეწყერსაშიში ზონები იზრდება საქართველოში სამწუხაროდ და ამას სჭირდება შესაბამისი მონიტორინგი და შესწავლა და კვლევები რაც როგორც ჩანს დაზუსტებით ესე არ ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ როგორც ჩანს არ მიმდინარეობს და შესაბამისად არ ხდება რეაგირება ადეკვატური რეაგირება იმ გამოწვევების წინაშე რომელიც გვაქვს ჩვენ ქვეყანაში გულისხმობ ამ კონკრეტულ საკითხს ამაზე მეტყველებს ის რომ არ არის წინასწარი გაფრთხილების სისტემები დამონტაჟებული ან თუ სადმე არის ჩვენ ნახეთ ახლა არაერთი სიუჟეტი სადაც იყო დამონტაჟებული თუმცა არ მუშაობდა და წყობრიდან იყო გამოსული ანუ ამის დამონტაჟებას პრინციპში აზრიც არ აქვს იმიტომ რომ თუ არ იმუშავა შესაბამისად აზრს კარგავს ეს ყველაფერი თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს და როგორ მოქმედებს ამ ყველაფერზე კლიმატის ცვლილება და რა არის საჭირო იმისათვის რომ ბევრად უფრო დაცულები იყვნენ ადამიანები ამას ჩვენ თანაწამყვან თამარ ჯაყელთან ერთად გავივლით მოგესალმებით თამარ მოგესალმებით ხო თავისთავად სტიქიასთან ბრძოლა ძალიან რთულია და ის თავის გასაკეთებელ სამწუხაროდ მაინც აკეთებს ხოლმე, თუმცა ვიცით რომ არსებობს რაღაცა გამოსავალი, რითიც ჩვენ მინიმალურად შეგვიძლია დავიყვანოთ მსხვერპლის რაოდენობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ჩვენთან სამწუხაროდ არ მოხერხდა დროული დახმარების აღმოჩენა არის ხოლმე ყოველთვის რატომღაც პრობლემა. არა მარტო მეწყერის დროს, ზოგადად დროული ჩართულობა და დახმარება, რაც მართლა იცავს ადამიანის სიცოცხლეს. ნამდვილად მოგესალმებით. სამწუხაროდ მართლა რთულ თემაზე გვიწევს საუბარი და წელს საქართველოში ორი შემთხვევა იყო, როდესაც ესე ნათლად გამოჩნდა თუ როგორი დამანგრეველი სტიქიური მოვლენა არის მეწყერი. სამი პრინციპში ოღონდ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ზუსტად იმავე დღეებში, როცა ნერგეთში 9 ადამიანი დაიღუპა, 2 ადამიანი დაიღუპა ზემო აჭარაშიც და უბრალოდ ცოტა ჩაიკარგა ამ ახალ ამბებში ეგ შემთხვევაც. და საერთოდ გაზრდილი არის ნამდვილად საქართველოში მეწყრული პროცესების რაოდენობა, მაგალითად თუ კი გარემოს ეროვნული სააგენტო 2012 წელს აღრიცხავდა დაახლოებით 325 მეწყრულ პროცესს, უკვე 2022 წელს ეს იყო 1120 პროცესი, ანუ გასამაგებული და ცოტა უფრო მეტიც კი. და ჩვენ ვიცით რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ნამდვილად მყინვარები დნება და იქმნება ბევრად უფრო სასათბურე პირობები იმისთვის რომ მართლაც მეწყრული პროცესები განვითარდეს. თანაც რამდენიმე პროცესი არის ურთიერთკავშირში, მათ შორის ხე-ტყის ჭრა და ასევე ტყის ხანძრები, რომლებიც ასევე გაზრდილია საქართველოში და აი ეს გრუნტის გამოფიტვა, როდესაც ხდება და შემდეგ მოდის უხვინალექი იმ დღეებში, მაგალითად ბაღდადში მოდიოდა წინა დღეებში შოვის კადრები ეს დრონის უხვინალექი და ეს ყველაფერი მოკლედ აქტიურებს ამ პროცესებს და ბუნებრივი გამომწვევი მიზეზებიც აქვს, მაგრამ ადამიანის ზეგავლენაც არის, ან ბუნებრივი არის ეს გრუნტის ჭარბტენიანობა, ფერდობის ძირის გამორეცხვა, სეისმური ძვრები შეიძლება იყოს, უხვინალექი, თუმცა ადამიანის ზემოქმედება უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს შეიძლება იყოს საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნამდვილად და ჩვენ გვინახავს რა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები როცა იგეგმება, მაშინ როდესაც არ არის გათვალისწინებული გეოლოგიური რელიეფი და მდგომარეობა, მაშინ ბევრად უფრო იზრდება ამ ყველაფრის რისკი, ტყეების გაჩეხვა, ესეც ადამიანის ზემოქმედება არის. თამარ, ჩაგეკითხები თუ შეიძლება, აი ვიცით რომ ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში. თუ გვაქვს ინფორმაცია რამდენად
კარგად იქნა გამოკვლეული გეოლოგია, ასე ვთქვათ და გზას გულისხმობ ალბათ. გზას გულისხმობ, კი, რამდენად ამაზე ვიცით, არაერთი გეოლოგი საუბრობს იმაზე, რომ არ არის გამოკვლეული, რომ იქ ნახეთ კლდის ჭრა არის, კლდე იქნა ჩამოჭრილი. ხო, არაერთი გვირაბი გაკეთდა და ასე შემდეგ. გვირაბიც გაკეთდა და რაღაცნაირად თითქოს დამცავი კედლები არის გაკეთებული ბეტონის, რომელიც ერთი შეხედვით ცოტა არც თუ ისე სასიამოვნო შესახედავია. ჩვენთან არ ვართ არ ვართ, სასახად ხო. პროფესიონალები, არც ამ თემას უბრალოდ მაინტერესებს ვინაიდან კი, მე თვითონ გეოლოგი არ ვარ, თუმცა მე მსმენი არაერთი გეოლოგის მოსაზრება, რომ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და გამკვლევებს მართლა ჭირდება წლები და აბსოლუტურად საჭირო არის აი ყოველი პატარა მონაკვეთის გამოკვლევა. აი მაგალითად თუ დაუბრუნდებით სოფელ ნერგეთს, იქ წინა წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თქვა, რომ თავის ანგარიშში იყო მოკლედ შეტანილი ეს სოფელი როგორც სტიქიურ ზონაში მყოფად, თუმცა აი როდესაც ჩამოწვა ამ ერთ კონკრეტულ ფერდზე მეწყერი, მან თქვეს, რომ აი ამ ფერდთან დაკავშირებით არ იყო არანაირი ინფორმაცია და რა აზრი აქვს ესე იგი მთლიანი სოფელის შეტანას, როცა ერთ კონკრეტულ ფერდობს ესე ვერ გაამაგრებ, ხო და აი ამ ერთ კონკრეტულ ფერდობზე, სადაც ადგილობრივები იძახიან, რომ წლების განმავლობაში აქ იყო რამდენიმე მეტრიანი ბზარი პირდაპირ და აი როცა ვსაუბრობთ როგორ ამოვიცნოთ მეწყერი, ერთ-ერთი ესეთი დიდი ნიშანი არის ფერდობებში ბზარები, ნაპრალები მიწაში და საერთოდ უნდა დავაკვირდეთ მაქსიმალურად ჩვენ გარემოს მithumetes თუ კი ვცხოვრობთ მაღალმთიან რეგიონებში, უნდა დავაკვირდეთ რამდენად იცვლება, ანუ მაგალითად თუ კი მდინარე შრება, ან პირიქით დიდდება, უნდა დავაკვირდეთ თუ არის ჩვენ გარშემო მაგალითად ფერდობებზე ბზარები, ნაპრალები, თუმცა აი კი ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული ინფორმაციულად, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს მოვალეობა, რომ უნდა იყოს ავტომატური საფუძვლიანი მონიტორინგის სისტემები, რომლებიც აი ავტომატურ რეჟიმში 24 საათში გადასცემს ინფორმაციას აბსოლუტურად ყველა კუთხე კუნჭულიდან და აი მთავარი მდინარეები, განსაკუთრებით ეს მდინარის ხეობები არის ადგილები, სადაც ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მდინარეში იყოს დამონტაჟებული მდინარის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემები და გადიოდეს მოკლედ აი აქედან სიგნალები პირდაპირ და როდესაც ხდება მაგალითად ჭარბი ნალექი, როცა ვთქვათ მდინარე დიდდება, როდესაც მყინვარი დნება ეს ყველაფერი პირდაპირ მიეწოდოს ინფორმაცია კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებიც თქვა ჩართავენ სიგნალს, ანუ არ უნდა იყოს მხოლოდ თქვა მოსახლეობის იმედზე ეს ყველაფერი. და მოსახლეობა თამარა ის საინტერესო არის, მას მერე ვთქვათ, რაც ჩაირთვება სიგნალი და ვთქვათ, ნუ დავუშვათ, რომ ეს სამსახური არსებობს და გვაფრთხილებს, რომ აი მეწყერ საშიში სიტუაცია არის და იწყება რაღაც. აი რა ხდება ამის შემდეგ, რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ და რა უნდა იცოდეს ამ მაშველმა რგოლმა, ვთქვათ. აი თუ კი ინდივიდუალურ ადამიანზე ვსაუბრობთ და თქვათ თუ კი გაიგებს იგი სიგნალს, სასწრაფოდ უნდა დატოვოს სახლი. რეკომენდაცია არის, რა თქმა უნდა, რომ გამოვრთოთ ყველანაირი გაზი, დენი და სასწრაფოდ დავტოვოთ საცხოვრებელი. ნუ ასევე რეკომენდაცია არის, რომ რაღაც არ ვიცი, მაგალითად თან ვიქონიოთ პირველადი საჭიროების ნივთები, მაგრამ როგორც წესი ხე ესეთი საფრთხე თუ არის და რამდენიმე წუთი თუ გაქვს გასაქცევა და არ ამგონია მაგისთვის გვეცალოს და ავიდეთ მაქსიმალურად მაღალ ადგილას და არა ქვემოთ დავეშვათ, რომ არ ჩაგვიტანოს ამ მასამ და მაგალითად შოვის ამბავზე საუბრობენ იმაზე, რომ აი 7 წუთში მაინც ვერ იქნებოდა ეს დრო საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანებს თავი დაეღწიათ და არა და 7 წუთის აი რამდენიმე ასეული მეტრის გასავლელად თუ კი მაგალითად ირბენ ხომ და თუ ესეთი სიგნალი არის, აუცილებლად უნდა საჩქაროდ დატოვა და მართლა სირბილით 7-10 წუთი შესაძლოა რომ იყოს საკმარისი და ყოველ შემთხვევაში შესაძლოა რომ რისკი რომ ნაკლები ადამიანი დაღუპულიყო ყოველ შემთხვევაში და ასევე აი უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთელი გეგმები გაწერილი კონკრეტულ ხეობებზე, კონკრეტულ ადგილებში, აი თქვათ, რამდენი ვერტფრენი უნდა გაფრინდეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ თუ კი ორი პარალელური სტიქია განვითარდა საქართველოში, სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ რეაგირება მოახდინოს. პრინციპში ერთზეც ვერ ახდენს საკმარის რეაგირებას და ეს კარგად ვნახეთ
ტრაგიკულად ნახეთ ეს შოუში, თუმცა ორი თუ განვითარდა, თუნდაც ორი პატარა პროცესი და ამ დროს ძალიან შეზღუდული რესურსები გვაქვს, სახელმწიფოს ნამდვილად არ ექნება იმის რესურსი, რომ რეაგირება მოახდინოს და ეს ასე არ უნდა იყოს. ანუ ჩვენ გვაქვს რეალურად უამრავი დახმარება გვაქვს მიღებული საერთაშორისო ფონდებისგან 70 მილიონზე მეტი გვაქვს მიღებული წლების განმავლობაში იმისთვის, რომ დაგვენერგა მაგალითად ადრეული შეტყობინების სისტემები და ეს უნდა ყოფილიყო რამდენიმე მდინარეზე და აი ამ პერიოდში მხოლოდ 3 ადგილას არის ეს ადრეული შეტყობინების სისტემები დამონტაჟებული და ეს არ არის ერთი ბეთანიასთან არის რომელიც არ მუშაობდა ერთი ახალ გზაზე თბილისისკენ და ერთი არის დევდორაკის ხეობა სადაც 2014 წელს განვითარდა მეწყრული პროცესი იქ იყო დარიალ ჰესის მშენებლობა მაშინ და ამ ჰესის მშენებლობამაც დააჩქარა მეწყრული პროცესები და ნეგატიური გავლენა იქონია და მაგის შემდეგ დამონტაჟდა ადრეული შეტყობინების სისტემა. რამდენად გამართულად მუშაობს ამაზე არის ეჭვი, თუმცა ნუ რაღაც ნაბიჯები მაინც გადაიდგა, თუმცა ყოველთვის ჯერ ხდება ტრაგედია და მერე იდგმება ნაბიჯები და არადა რასაც გვასწავლის ნებისმიერი რისკის ნებისმიერი სტიქიის მენეჯმენტის თქვათ პროგრამა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული არის ის რომ ჩვენ უნდა შევაფასოთ ადრეულად ეს რისკები უნდა ყოველთვის მიმდინარეობდეს 24 საათის რეჟიმში დაკვირვება და ეს რისკები მართლა პროფესიონალმა ადამიანებმა უნდა შეაფასონ. აი ხო პროფესიონალი უკაცრავად ადამიანები ახსენეთ და საინტერესო არის რამდენად ყავს ასეთი ადამიანები, ვინ არიან, იმიტომ რომ წინა თაობაში ნამდვილად იყვნენ, ჩვენ ყავდა ნამდვილად ქვეყანაში ძალიან კარგი გეოლოგები, მე ამას მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბაბუა იყო გეოლოგი და მაგიტომ არ ვიძახი, მაგრამ ნუ მართლაც საოცარი პროფესიონალი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ველად იყვნენ გაჭრილები და ძალიან ბევრ ამას აკეთებდნენ. ეს პროფესია დღევანდელ დღეს რამდენად აქტუალური ახალგაზრდებში ვინ ყავს საერთოდ არსებობენ ალბათ არიან მაგრამ რამდენად ჩართულები არიან ისინი რა ხდება ამ ხრი ნამდვილად ამაზეც მინდა და საუბარი დღეს რომ არდებს სახელმწიფო საკმარის რესურს გეოლოგების აღზრდაში და თუნდაც სხვა მეცნიერების გაგიგია მე ბოლო პერიოდში არ გამიგია რომ ახალგაზრდას ბათუმ ფაკულტეტზე ძალიან იშვიათად და ის რამდენიმე ახალგაზრდა გეოლოგი ვინც ნამდვილად ვიცით რომ პროფესიონალი აქედან ბევრს უწევს საქართველოს დატოვება იმიტომ რომ საქართველო არ ქმნის პირობებს ვერ არის მთავარი. არ ქმნის არც სათანადო სამუშაო ადგილებს, არ უჯერებს ამ გეოლოგების დასკვნას ხშირად გამიგია რომ ფრუსტრირებულები არიან აბსოლუტურად იმ პროცესით, რომ თუნდაც როდესაც იკვლევენ და თქვათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი რომ რაღაც ადგილას მაგალითად განვითარდება მეწყრული პროცესი და აქ არ შეიძლება მაგალითად მასშტაბური განაშენიანება, მაინც მიმდინარეობს შემდეგ მასშტაბური განაშენიანება, ანუ აიგნორებენ მაინც მათ დასკვნებს და მათ შრომას და ეხა ასეთ პირობებში არავის არ მოუნდება რომ უცხოეთიდან ჩამოყვანა ხდება გეოლოგების თქვათ რომ იმუშაონ და როგორც წესი ეგეც ხდება აი ტრაგედიის შემდეგ მაგალითად შვეიცარიელების გუნდი ჩამოიყვანეს იმისთვის რომ შეესწავლათ შოვის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები თუმცა ეს რა თქმა უნდა ვერ გააცოცხლებს ადამიანებს და აი ამიტომ არის საჭირო რომ ჩავდოთ რესურსი ადგილობრივად იმაში რომ ახალგაზრდებს მოუნდეთ ამის შესწავლა, ამ სფეროების შესწავლა, გადამზადდნენ მაგალითად უცხოეთში ჩამოვიდნენ და ოღონდ თუ კი შემდეგ არ იქნა მართლა ხელშეწყობა და გათვალისწინება ამ გეოლოგების დასკვნების და მართლა მეცნიერებაზე დაფუძნებით თუ არ მიიღო სახელმწიფომ გადაწყვეტილებები და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმაც ხომ აი გამიგია მაგალითად გეოლოგებისგან რომ ისინი უგზავნიან დასკვნებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს და იქ მუნიციპალიტეტში ერთი კვალიფიციური ადამიანიც არ არის იმისთვის რომ მართლა ეს დასკვნა შეისწავლოს და იმის მიხედვით დაგეგმოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა და აი ზუსტად ესეთი ჩავარდნები ამ ჯაჭვში უამრავი ჩავარდნა არის ეს იწვევს საბოლოოდ ამ შედეგს ამიტომ არის რომ ძალიან რთულია ყოველთვის რომ მანდამაინც მხოლოდ ერთ ფაქტორს დააბრალო კი უნდათ მაგალითად სახელმწიფოსთან აფილირებულ სპეციალისტებს რომ მხოლოდ კლიმატის ცვლილებას დაბრალდეს ეს სტიქიები და დაღუპული ადამიანები, მაგრამ იმდენად ბევრი ჩავარდნა არის ამ ჯაჭვში, რომ ნამდვილად აი ეს არის ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან კომპეტენციის ნაკლებობა, გულგრილობა, ის თანხა რაც მაგალითად უნდა დახარჯულიყო ამ ადრეული შეტყობინების სისტემაში, ჩვენ არ ვიცით სად წავიდა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კარგი მიზნებით არ დაიხარჯა. ყოველ შემთხვევაში იმ მიზნებით არ დაიხარჯა, რისთვისაც იყო გამოყოფილი. ვერთფრენები ჯერ კიდევ არ ყავს.
და მოკლედ აი მთელი რიგი არის ამ ჩავარდნების, რაც იწვევს საბოლოოდ ამბავი აღარ ვიცი, ანუ ისევ გაჩერებული არის როგორც დაანონსა შეკვეთილია და რაღაც დროს ელოდებიან, უბრალოდ ვადები არ მახსოვს რა თქვეს და ახლა 22 თვეს ამბობდნენ, რომ 22 თვის განმავლობაში რაღაც რამდენიმე თვეში იქნებოდა პირველი ვერტმფრენი, მერე მეორე, მერე მესამე და აი 22 თვე იმდენად დიდი დრო არის, აი ბოლო თვეებში განვითარდა ხო, მაგალითად ამდენი სტიქია და ამდენი ადამიანი დაიღუპა და უბრალოდ ვერ ვხვდები მართლა აი ამდენი ხანი რატომ უნდა ჭირდებოდეს ელემენტარულის გაკეთებას. კი ვიცით რომ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამისთვის ვიხდით გადასახადებს, ამისთვის გვეხმარება დასავლეთი, ამისთვის არის უამრავი თანხა გამოყოფილი, მათ შორის ევროკავშირისგან, არსებობს ესეთი მწვანე კლიმატის ფონდი, რომელიც ასევე გვეხმარება 24 მილიონი გამოყო რამდენიმე წლის წინ ზუსტად ადრეული შეტყობინების სისტემებისთვის. და აი ეს გვაჩვენებს რომ სისტემური ჩავარდნა არის და კი, რა თქმა უნდა, ადამიანებმა უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ დავაკვირდეთ ჩვენ გარემოს, თუ კი ვხედავთ რაიმეს, მაგალითად შევატყობინოთ მუნიციპალიტეტს, რაიმე თუ თქვათ არ არის ნორმაში, თუმცა აი მე მახსოვს, რომ იმ გოგონამ, რომელმაც რამდენიმე ოჯახის წევრი დაკარგა შოუში მარიტა გუტაშვილმა, მან დაწერა 2020 წელს მოხდა მაშინ დინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მოკლედ და ცოტა სხვა ანუ არ იყო უშუალო კავშირში წელს განვითარებულ მოვლენებთან, მაგრამ მაშინ ის დაწერა რომ ჩვენი ხელით მოგვიწია მდინარის კალაპოტის გამაგრება და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები კიდევ უბრალოდ ფოტოებს იღებდნენ და წუხარებას გამოთქვამდნენ რომ ეს ჯებირები მოინგრაო და უბრალოდ რო არ იყო თავის დროზე დამონტაჟებულიო და აი ესეთი ჩავარდნა მართლა და ის რომ ადამიანს ეკისრება ერთ უბრალოდ ინდივიდს ეკისრება იმის პასუხისმგებლობა რომ თავის გარემოში აი ესეთი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები თვითონ მიიღოს ეს აჩვენებს იმას რომ უბრალოდ აი ამ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ზერელად კეთდება, არ არიან სპეციალისტები, არ ითვალისწინებენ სპეციალისტების აზრს და მოკლედ ეს უსაფრთხოების პოლიტიკა რაც უნდა არსებობდეს არის ძალიან დაბალდობის პოლიტიკა და მე ყველაზე ცუდი ის არის რომ იმდენი უხარისხო რაღაც ხდება რომ რაღაც აღარ გჯერა მე და გონია რომ ყველაფერი უხარისხოთ უნდა იყოს თორე თავისთავად ის რომ გზა კეთდება ეს არის არაჩვეულებრივი და ის გზაც რაც გაკეთდა ეხა რიკოთის მართლა ძალიან რეალურად ამცირებს მგზავრობასაც და ძალიან კომფორტულია მაგრამ რაღაცნაირად უნდა გქონდეს ამის გარანტია რომ იქ ყველაფერი არის ისე გაკეთებული როგორც საჭიროა და იმედი მაქვს რომ ეს ასე არის გაკეთებული იმიტომ რომ მაინც ვერ დავიჯერებ ვერაფრით რომ რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს ვინმეს უნდადეს ადამიანები იღუპებოდნენ ეს გამორიცხული ამიტომ იმედოვნებ რომ ყველაფერი წესრიგშია იქ ხო მე ცოტა მეეჭვება რომ ისე დაზღვეული იყოს როგორც უნდა იყოს მაგრამ ეს იმის გამო არაა მაგალითად რომ თქვა ვინმეს უნდა ადამიანს დაღუპა იმის გამოა რომ უცოდინ რომ კომპეტენცია არ არის და ურჩევნიათ მაინც რომ ეს გადაწყვეტილებები ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები მიიღონ ისე რომ მაგალითად ფული დაზოგონ ვთქვათ ამ კვლევებს და ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი თანხის ინვესტირება და თუ კი არ მიაჩნიათ ეს პრიორიტეტად, მაშინ ყველა დონეზე, გადაწყვეტილების ყველა დონეზე ეცდებიან რომ მაქსიმალურად მარტივად გამოძვრენ და ეს ზოგადად ქართველებს რატომაც გვაქვს ეს თვისება რომ გვინდა რომ მარტივად გამოვძვრეთ, მაგრამ აი სახელმწიფო დონეზე ეს არ შეიძლება ესეთი მიდგომა და როცა დიდი ინფრასტრუქტურულ პროექტს ეხება, მით უმეტეს საქმე, მაშინ ძალიან დეტალურად უნდა იყოს ყველაფერი გააზრებული და დაგეგმილი. ძალიან დიდი მადლობა თამარ, ვფიქრობ ძალიან აქტუალური თემა არის და საყურადღებო მე ვიტყოდი, იმიტომ რომ გვაქვს არაერთი სამწუხაროდ არაერთი შემთხვევა, როდესაც ფატალურად დასრულდა მსგავსი შემთხვევები და მეტი წინდახედულობა და მეტი პროფესიონალი სართულობა არის საჭირო ამ საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ საქართველოში დადგება დღე, როდესაც პროფესიონალის მოусმენენ და შესაბამისად მოხდება ასეთი მასშტაბური პროექტების გაკეთება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის, კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და საქართველოს ამის ნაწილია და შესაბამისად მომზადებული უნდა დახვდეს ამ გამოწვევას, რომელიც დღეს მსოფლიოში დგას. დაგემშვიდობებით, თამარ, დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობებით. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალამდე.